ჩვენ ვახერხებთ, რომ ვიყოთ რეჟიმის იარაღი. კერძოდ, ისინი გვაკეთებინებენ იმას, რისი მიღწევაც თავად სურთ. როდესაც ნინო დათაშვილზე დაიწყო საუბარი, რომ ფსიქიკური ჯანმრთელობის კუთხით ექსპერტიზა უნდა ჩატარებოდა, ყველამ დავამტკიცეთ, ყველა ვამტკიცებდით იმას, რომ ნინო გიჟი არ არის. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა მეგობრებო. მაგრამ აქ არ არის საუბარი იმაზე, რა დამოკიდებულება მაქვს მე კონკრეტულად ამ სიტყვასთან. ჩვენ იმის მაგივრად რომ გვეთქვა რომ ნებისმიერ შემთხვევაში ნინოს ქონდა თუ არა ჯანმრთელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები მას უნდა ჰქონოდა უფლება ყოფილიყო ჩართული და ნებისმიერ ადამიანს რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემა უნდა იყოს ჩართული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მის შესახებ ამის მაგივრად ჩვენ დავამტკიცეთ რომ ნინო გიჟი არ არის და ხო თუ ვინმე გიჟია რა თქმა უნდა მისი ჩართულობის და მისი ნების გარეშე უნდა გაეკეთებინათ ძალიან არასწორ მიმართულებებს ვირჩევთ ხოლმე ამ კუთხით და მეორე საკითხი რასაც აკეთებენ და ამით ხელს უწყობენ ქვიარი ადამიანების სტიგმატიზირებას საზოგადოებაში არის მაგალითად ამ ბოლოს ახალციხის მერის კანდიდატად წარმოდგენილი ვარლამ ციკლაურის თემა. ჩვენ იმაზე კი არ უნდა საუბრობდეთ, რომ ბიჭო გეი დაგისვეს მანდ. არა, მეგობრებო, ამაზე აქცენტს არც უნდა ვაკეთებდეთ, ზუსტადაც ეს უნდათ, რომ ამაზე ვილაპარაკოთ. უნდათ, რომ ზუსტადაც დავაკნინოთ ეს ადამიანი ამ ნიშნით და ჩვენ ზუსტადაც ამით უნდა ვიყოთ განსხვავებულები რომ ასე კონკრეტული მოწყვლადი ნიშნით დაკნინება კი არ უნდა დავიწყოთ ადამიანების არამედ უნდა ვისაუბროთ იმაზე თუ რატო არის სინამდვილეში ცუდი ამ კანდიდატის წარდგენა ან საერთოდ რაში გვაინტერესებს ვის წარადგენს არალეგიტიმური ხელისუფლება კანდიდატად სადღაც რომელიღაც რეგიონში ამიტომ ძალიან კარგი იქნება თუ ვექტორებს გავასწორებთ და ზუსტად ვისაუბრებთ ხოლმე იმაზე, რაც ადამიანებს აინტერესებს და მათ შორის გავითვალისწინებთ ერთმანეთს და არ დავაკნინებთ ადამიანებს, რომლებიც ჩვენს გარშემო ტრიალებენ.